ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ საქართველოში უპერსპექტივობაა, რომ შრომას არ აფასებენ, რომ აზრი არ აქვს. კითხვა არ გაგჩენიათ, რატომ? Სუსტად 1 წლის წინ გამოვუშვით პირველი სეზონი. გუშინდელი დღესავით მახსოვს რამხელა აჟიოტაჟი მოყვა. ეს პროექტი წარუმატებელი რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი და თაროზე დიდი ხნის წინ შემოვდებდი. მაგრამ ნახვები და კომენტარები აბსოლუტურად სხვა რამეს გვეუბნება. მაშინ რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვაგრძელებთ მეორე სეზონს? 1 წელია სპონსორებს ვეძებთ, კომპანიებს პრეზენტაციებს უმზადებთ, მეილზე ვაგზავნით, ვრეკავთ, ხვდებით, ვერგებით მათ მოთხოვნებს. მაგრამ პასუხად ან უარს, ან დუმილს ვიღებთ. მიზეზი? კომპანიების უმეტესობა სერიალის თემატიკას ასახელებს. ის რომ ზედმეტად პოლიტიკურია, ის რომ უცხოა, ის რომ ვერ ხვდებიან მათი პროდუქტი როგორ ჩააინტეგრირონ. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს ქართულ პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, რომ ეს არის ინტერნაციონალური თემატიკა, როგორებიცაა V for Vendetta, ქაღალდის სახლი, კალმარის თამაშები და ასე შემდეგ. ვუხსნით, რომ ქართველი მაყურებლისთვის სწორედ უცხოა საინტერესო, რომ ხალხი დაიღალა ეკრანზე ქუჩის ბიჭების, ნარკომანების, იდიოტების და წყალწაღებული ქართველების ყურებით. ვუხსნით, რომ მათი პროდუქტები გემოვნებიანი სცენარის მეშვეობით კარგად ჩაინტეგრირდება. სამწუხაროდ ზოგი ვერ იგებს ჩვენს სათქმელს, ზოგი ვერ ხედავს ამ პროექტის წარმატებას და როცა ფაქტებს უჩვენებთ, გვერდზე იხედებიან. ზოგი კი უბრალოდ თავს არ იდგიებს და კომფორტის ზონაში რჩება. იცით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა 3 წარმატებული პროექტი გავაკეთეთ. პირველი იყო ეგრეთ წოდებული სკოლის ჰიმნები, რომლებსაც აბიტურიენტებს უკეთებდით და მილიონობით ნახვებზე ადიოდა მაშინ, როცა ქართული YouTube არ არსებობდა. მეორე იყო ახალი თაობის მუსიკალური კლიპები, რომლებსაც ტელევიზიები 24/7-ზე ატრიალებდნენ. და მესამე ღამის მონადირეები, რომლის შესაქმნელად დიახ, გავყიდე სახლი, მანქანა და ბანკიდანაც სესხი ავიღე. არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. მხოლოდ ის აუხდენელი ოცნებები მენანება, რომელიც პატარა გიორგის ჰქონდა, როცა ტელევიზორის ეკრანთან ჯდებოდა, ფეჭდების მბრძანებელს უყურებდა და წარმოიდგენდა მის მიერ გადაღებულ ვეფხის ტყაოსანს. 3 წარმატებული პროექტი და 0 ინტერესი მაღლა მდგომებისგან. მეტი რისი გაკეთება შემიძლია აღარ ვიცი. არა და ბევრს მართლა არ ვითხოვთ. საშუალოდ სხვა სერიალები 2-დან 4 მილიონ ლარამდე ჯდება. ჩვენ მეორე სეზონის 10 სერიისთვის 600,000 ლარი გვჭირდება და პირობას გაძლევთ იმაზე მაგარ ხარისხს დავდებთ, ვიდრე ის მილიონიანი პროექტები. პირველი მიმართვა რომ ჩავწერე, მაყურებელს დონაციები გთხოვეთ, რომ ამით მაინც შეგვეგროვებინა რაღაც ნაწილი. სამწუხაროდ 1500 ლარზე მეტი არ შეგროვდა. არა და იმხელა აუდიტორია გვყავს, ყველა 1000 ლარი მაინც რომ ჩარიცხოს, მეორე სეზონის თანხა 1 კვირაში შეგროვდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვცდით, კიდევ ერთხელ ვიწყებთ კამპანიას #დაასპონსორე ღამის მონადირეები და ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად მაინც გამოვა. ამ ვიდეოთი თავს არ გაცოდებთ. უბრალოდ პასუხი გაგეცით კითხვაზე, რატომ არ გვაფასებენ. ბოლოჯერ მოგიწოდებთ გვერდში დგომისკენ. სხვა შემთხვევაში პროექტი თაროზე შემოიდება. რეკვიზიტები აღწერაშია. მადლობა და შეხვედრამდე.